ანუ არსებობს აუცილებელი არსებობა, რაც არის თავად ღმერთი და არსებობს მინიჭებული არსებობა, ამ შემთხვევაში და არსებობს აქციდენციური არსებობა. ანუ მაგალითად შენ გაქვს მინიჭებული არსებობა და ანუ აქციდენციურში გადიხარ იმ კუთხით, რომ მაგალითად შენი არსებობა არ არის აუცილებელი იმისთვის, რომ რეალობა არსებობდეს. ანუ შენში არსი და არსებობა ერთმანეთს არ ემთხვევა. მაგრამ აუცილებელია ისეთი არსების არსებობა, ვიშიც არსი და არსებობა ერთმანეთს ემთხვევა, იმიტომ რომ ზოგადად არსისთვის, როცა არსებობა არის მინიჭებული, ყოველთვის არის გარეწყაროდან მინიჭებული და გარეწყაროების რაოდენობა უსასრულო ვერ იქნება, ანუ იმიტომ რომ უსასრულო რეგრესია. ასე რომ ღმერთის არსებობა განისაზღვრება როგორც აუცილებელი არსებობა, ეს არის მოდალური ლოგიკის ენა რა, ანუ თუ არსებობს აუცილებლობით არსებობს. ამიტომ თუ რამე ალბათობა რო არსებობდეს, არსებობს. და ნახეთ ემ რა არის, ანუ ღმერთზე როცა მსჯელობთ, აი მაგალითად სიტყვაზე ჩვენ მსჯელობთ ესეთ რაღაცას რა, რომ ღმერთი არის, აი დეკარტე მსჯელობდა მაგას, ღმერთი არის ყოვლადკეთილი და აუცილებელია რომ ყოვლადკეთილი იყოს, იმიტომ რომ ყოვლადკეთილი თუ არ იქნება და რამე სიბოროტე იქნება ნაკლია და უნაკლო ვეღარ არის, მაშინ ღმერთი ვეღარ არის. და კიდე თემა ის არის, რომ თუ ღმერთი ყოვლადკეთილი არ არის, მაშინ ვერაფერი ვერ გეცოდინება აბსოლუტურად, იმიტომ რომ თუ იმის ალბათობა რო გატყუებდეს, ანუ 2+2 4 რო არის, ეგეც კი ვერ გეცოდინება, იმიტომ რომ ყოველძლიერი არსება არსებობს, რომელიც შეიძლება გატყუებდეს და ანუ ეგ არის, ანუ რედუქციო აბსურდიზმის პოზიცია, ანუ აბსურდში შეყავხარ. ამიტომ ნახე, რაღაცები არის, რაც ვიცით ღმერთზე, ანუ თავისი არსიდან 2+2 5-ია. ლოგიკურად. შეიძლება დაამტკიცო ადამიანმა. რა დამტკიცო? 2+2 5-ია პირობითად. არა, არ შეიძლება. და ნახე, ის არა ქვია. არა, არ შეიძლება. ანუ ეგ არის შინასაც მეუბნები არის ზოგადი ღმერთის აუცილებლობის განსაზღვრება. არა, არ არის ზოგადი, ნახე, მოусმინე არგუმენტს. შენ მეთანხმები, რომ თვითონ ღმერთი აუცილებელია, რომ ყველაზე საუკეთესო იყოს. და აუცილებელია, რომ სიყვარული ღმერთში იყოს ყოველად აღმატებული ფორმით. თუ სიყვარული ღმერთში არა? აი ღმერთზე მოსიყვარულე ვინმე შეიძლება იყოს, ლოგიკურად შესაძლებელია, ეგ იგივე თქვა ღმერთზე ძლიერი იყოს ვინმე. ხო, რა ღმერთის თავარი ძალა სიყვარული, ან საერთოდ სიყვარული რო ძალა, ამაგას როგორ საზღვაო? ანუ სიყვარული რო არსებობს მეთანხმები? ნახე ესე როგორც ტერმინი, როგორც ქიმიური გზნობა. ქიმიური ურთიერთქმედება არა, ანუ სიყვარული როგორც რეალობა რო არსებობს მეთანხმები მაგაში. კი და ქიმიური რეაქცია რაღაც ჩვენ. არა, სიყვარული ქიმიური რეაქცია როგორ არის ხადა ვაფშე? ანუ ჩვენს გონებაში მაშინ ისა ეგ არ არის სიყვარული, ეგ არის ქიმიური რეაქცია. ქიმიური რეაქცია. შენ სიყვარულს რა განსაზღვრავს? ჩემს სიყვარულს განსაზღვრავს ჩემი პირადი არჩევანი და ღმერთის თანამოქმედება. არსებობს გული, არსებობს გონება. გონებას მართავს ნეიროიმპულსები. შენი საუბარი, შენი აღქმა, შენი მწერა, შენი სიყვარულს და ყველაფერი ნეიროიმპულსებიდან გამომდინარე მომდინარე. ეგ ფალასია ისა ნიკოლას. ეგ არის დეტერმინიზმი და შენ თუ მაგას ამბობ, რომ ჩემი აზროვნება და ჩემი ყველა გადაწყვეტილება არის ნეირონული ურთიერთქმედება, საერთოდ შენ რაც იცი, იმასაც კი არ შეგიძლია ენდო, იმიტომ რომ შენ ცოდნა კი არ გაქვს, არამედ ფიზიკური რეაქცია. ეგ არის დეტერმინიზმი, მატერიალური დეტერმინიზმი. და შენ თუ მაგას მიაწვევი, რომ მე ყველა გადაწყვეტილებას, ყველა მოქმედებას, ჩემ ყველა მოქმედებას ნეირონული ურთიერთქმედება განსაზღვრავს, ეგ არის სკეპტიციზმი ზუსტად. სკეპტიციზმი არ არის, ეგ არის ფალასი. ანუ ნახე, მაგ ფაქტს. არა, ანუ მაგ ფაქტის დაშვებას შეყავხარ ყველა ვარიანტში შეცდომაში და გეტყვი რას გულისხმობ. ანუ ნახე, მაგალითად შენ ამბობ, რომ მე ვიცი, რომ ჩემს ყველა ნააზრევს, ცოდნას, ჭეშმარიტებას, მოქმედებას და გადაწყვეტილებას განაპირობებს ნეირონული ურთიერთქმედება. ანუ მაგით, ანუ რედუქციო აბსურდიზმში შედიხარ, იმიტომ რომ შენ რაც იცი, ანუ თვითონ შენი ცოდნა ჭეშმარიტების ძიებისგან მიღებული პროცესით კი არ არის გამოწვეული, არამედ არის უბრალოდ ფიზიკური რეაქცია, ანუ ნეირონული ურთიერთქმედება. და თუ ფიზიკური რეაქცია, ანუ ნდობაც არ შეგიძლია, ანუ არც კი შეგიძლია ენდო შენივე ნააზრევს. მაგას თუ იტყვი, რომ ნეირონული ურთიერთქმედება არის განსაზღვრელი ჩემი აზროვნების, ანუ ეგ შეგიქმნის ისეთ პრობლემას, რომ სოფხედელობაში არ გექნება არც ეთიკა და არც ეპისტემოლოგია და გეტყვი რატო. თუ შენს ყველა გადაწყვეტილებას განაპირობებს ნეირონული ურთიერთქმედება, აი მაგალითად ვინმე გარემოებები განგვაპირობებს ჩვენ. გარემოებები არა, ნეირონული ურთიერთქმედება არის პირველი ხა რასაც იძახი ის მაინც დაიწყო. ანუ ჩამოყალიბებული ნეირონული ურთიერთქმედება თუ განაპირობებს შენს ყველა გადაწყვეტილებას, მაშინ გამოდის, რომ აი სიტყვაზე მეშე რომ, რა ვიცი, შეურაცხყოფო მოგაყენო, ანუ ეგ ჩემმა ნეირონულმა ურთიერთქმედებამ განაპირობა, ანუ მე არ შემეძლო მაგას შევწინააღმდეგებოდი, იმიტომ რომ ნეირონული ურთიერთქმედება ცნობიერება ხო გაგაჩნია. ცნობიერებას კიდე რამე ზემდგომად განიხილავ ნეირონულ ურთიერთქმედებაზე? ანუ კიდე რამეა?
ანუ ცნობიერება მოიაზრება თვითონ ამ ნეირონ იმპულსებს. ხო, თუ ცნობიერება მოიაზრება, მომისმინე ნახე, ნეირონული ურთიერთქმედება თუ არის უდრის ცნობიერებას, მაშინ ნეირონულმა ურთიერთქმედებამ თუ განაპირობა მაგალითად ის რომ მე შენ შეურაცხყოფო მოღაყენო, ეს განაპირობა ნეირონულმა ურთიერთქმედებამ, ანუ მე არ შემეძლო ამ პროცესში. ცნობიერება ანუ არჩევანის საშუალება ხო გაქვს? ანუ როგორ მაქვს თუ ნეირონული ურთიერთქმედება განაპირობებს გადაო, ანუ ნეირონული ურთიერთქმედების აკონტროლებ? ანუ ნახე ცნობიერებაში, ანუ ნეიროიმპულსები, როგორ გითხრა? არსებობს, ანუ ცნობიერება არის მოქცეული ნეიროიმპულსებში. არის რაღაცა. ეგან არ თქვი რომ ნეირონული იმპულსები და ცნობიერება ერთი და იგივეა რო? ანუ ხო, ანუ ერთად არის მოქცეული. აი, მაშინ ნეირონულ ურთიერთქმედებას აკონტროლებ? არის რაღაცები საკონტროლო, არის რაღაცები სწორად. აი, ეგეთი რაღაცა არ არსებობს შენს. ანუ ნეირონულ ურთიერთქმედებას აკონტროლო. ნეირონული ურთიერთქმედება არის ნეირონული ურთიერთქმედება და შენ თუ არ იტყვი რომ მაგაზე რამე ზემდგომი არსებობს კიდე ნეირონულ ურთიერთქმედებაზე. შესაბამისად, ყველა ჩემი ცოდნა და ყველა არჩევანის თავისუფლება მანდ არ არსებობს. ცნობიერება ხომ გაქვს? არჩევანის თავისუფლება. ბიჭო, ცნობიერება. აი, ნახე ხელს ცნობიერება გაქვს, აი, ნახე ნიკოლა, ნახე მომისმინე ძმა. ცნობიერება გაქვს, როცა ამბობ, ეგ არის ტავტოლოგია, იმიტომ რომ როცა იზახი რომ ნეირონული ურთიერთქმედება არის იგივე ცნობიერება, რატომ ეუბნები ცნობიერება გაქო? ანუ ეგ იგივეა მითხრა რომ ნეირონული ურთიერთქმედება გაქო. ხო და შენ აზრს მოყვე ლაპარაკობთ, საიდან მომდინარეობს, ან ჩვენი არჩევანი მე გეტყვი საიდან მომდინარეობს, მაგრამ რაღაც ეხა ჩვენ ვსაუბრობთ. ანუ ერთი წამი თემა არ გადაიტანო რაღაც საგიხსნი. შენ თუ დაიჭერ ახლა მაგ პოზიციას, ანუ ჯერ უნდა განახო პოზიციის აბსურდი. მე სანამ აგიხსნი მე ამ პოზიციასაც დავიჭერ, გეუბნები. ხო, ნახე შენ თუ დაიჭერ მაგ პოზიციას, რომ ნეირონული ურთიერთქმედება არის განმაპირობებელი მთელი შენი ცოდნის და ყველა შენი გადაწყვეტილების, მაშინ აი სიტყვაზე ვინმემ რო შეურაცხყოფო მოღაყენოს, ანუ ეგ ადამიანი დამნაშავე არ არის. იმიტომ რომ მანდ ბრალეულობა არსებობს, იმიტომ რომ ნეირონულმა ურთიერთქმედებამ განაპირობა ეგ ერთი და მეორე. და მეორე ცნობიერება და ნეირონული ურთიერთქმედება იგივეა, ბიჭო, რატო იმეორე? მოძრავებთ. ეს ანუ შენ ხო ერთი წამი ორი წამი ნიკოლა არ გამაწყვეტინო ანუ ვერ იგებ რას გეუბნები. ორი წამი მომისმინე. ანუ ეხა გესაუბრებოდი ნეირონული ურთიერთქმედებით დეტერმინიზმზე და მეუბნები ცნობიერებას. ეცა მაცადი ორი წამი. და იყენებ სიტყვა ცნობიერებას და წეღან თქვი, ორი წამის წინ თქვი. ნეირონული ურთიერთქმედება და ცნობიერება არის ერთი და იგივე და რა ტავტოლოგიას რატო აკეთებ? ანუ არ გააკეთო ტავტოლოგია. თუ იტყვი და მეორეს გეუბნებოდი და არ დამთავრებინა. ანუ ხო და მოყვები და ნახე რას გეუბნები. ეხლა ხილს რო ამოზრევებთ ჩვენ. ხო? ხო. ამას ნეიროიმპულსები ხომ მართავენ ჩვენს ხელს. ბიჭო, აი, ისა ნიკოლა, თუ იტყვი მაგას რომ მხოლოდ ნეიროიმპულსები არის მაგის გამოწვევის მიზეზი, შეხვალ დეტერმინიზმში და ცოდნა არ გექნება და მე გეტყვი მაგას რომ მაგას არა სული განაპირობებს, რომელიც ნეიროიმპულსებში შეხედულება ადამიანს აი ჩემს საბოლოო შეხედულებას ანუ ისე დეტერმინიზმია რო იცოდე ნიკოლა ნახე უბრალოდ გიხსნი თვითონ დეტერმინიზმის ეპისტემი ცოტა ისეთი თქმა არის ჩემი არა ეგ იგივეა ნახე ანუ კაცობრიობას რაღაც გარკვეული სახის აი სრული ცოდნა ვერ ექნება და ვერავინ ვერ იტყვის დაზუსტებით და განამთვლებით რომ ეს კონკრეტული არის ესე ანუ თვითონ ეგ შენ რასაც იძახი ეგ ზუსტი ცოდნა თვითონ რასაც იძახი ეგ განცხადები ანუ კონკრეტულად ანუ კითხვის ნიშნის ქვეშ აი განცხადება ზუსტი ცოდნა ობიექტური შეშმედება ანუ რას გულისხმობ ანუ ზუსტი წეგანას თქვი ეგ ზუსტი ცოდნა არ არის ეს სკეპტიციზმი ანუ ეგ არის ბიჭო ეგ არის ცოდნა როცა აკეთებ განცხადებას რომ ჩვენ რაღაც ზუსტად ვერ გავეცოდინება ეგ არის ცოდნა როცა ამბობ რომ ჩვენ არაფერი არ ვიცი თვითონ ეგ ცოდნა ან როცა იტყვი რომ არაფერი არ იცი ანუ შენ იცი რომ არაფერი არ იცი შენ თუ იტყვი რომ ჩვენ რაღაც ვერ გვეცოდინება თვითონ ეგ განცხადება ცოდნაა ანუ იცი რომ რაღაცის ცოდნა არ შეგიძლია. ანუ ეგ ცოდნაა. ანუ ეგ არის რედუქციო აბსურდის პოზიცია. ეგ ერთი და მეორე. შენ თუ რასაც აწვევი მაგ სოხედულობას მიაწვევი, შენ მართლა ვერაფერი ვერ გეცოდინება, იმიტომ რომ ნეირონულ ურთიერთქმედებაში, ანუ ეპისტემოლოგიური ჯასტიფიკაცია, ანუ როგორც ანუ სიმართლე როგორც გამართლებული, ანუ სისტემა არ არსებობს, იმიტომ რომ შენ თუ იტყვი რომ ჩემი ყველა ცოდნა ნეირონული ურთიერთქმედების პროდუქტია, მაშინ ლოგიკური აზროვნების და ჭეშმარიტების ძიების კი არა. ფიზიკური რეაქცია. შენი ცოდნა საიდან გამომდინარეობს მაშინ? ჩემი ცოდნა გამომდინარეობს იქიდან რომ მე მაქვს სული ღმერთის ხატად ვარ შექმნილი ნეირონული ურთიერთქმედება არის პროდუქტი. სულის აი როგორ დაამტკიცებ მაშინ მე შემოვიდე რომ სული რეალურია. ისა როგორ დაამტკიცებ რომ სულის არარსებობის პოზიცია შეგვიყვანს აბსურდის პოზიციაში. ანუ არ ვამტკიცებ ბაგაში რომ ამტკიცებ რომ სული გაქვს. ხო ნახე ანუ სულს როგორ ვამტკიცებ გიხსნი თუ მომისმენთ აი ნახე ანუ საპირისპირო აზრი შეგიყვანს აბსურდის პოზიციაში და ესე მტკიცება. ანუ modus ponens ქვია მაგ პრინციპს დამტკიცების. არა ეს, ამიტომ რადგან ეს, ამიტომ ეს ანუ ცოდნა შეუძლებელი იქნებოდა სული რო არსებობდეს, ცოდნა არსებობს, ამიტომ სული არსებობს. ეს არის არგუმენტი. ასე რომ ხო.
და ისა რა ქვია, კიდევ სულის არსებობის დასამტკიცებლად თუ გინდა მოგიყვან ერთ არგუმენტს მარტო იდენტობის კანონს გამოვიყენებ. არსებობა არსებობს, არ არსებობა არსებობს, არ არსებობაში ვერაფერი ვერ გადის. არა ფიზიკური ხომ არის? ანუ ფიზიკურ მდგომარეობაში ხო არის სული. ხო და როგორ საზრაუნ გადამოწმებას ექვემდებარება ეგ? ნახე, აი გეტყვი, ნახე გიმტკიცებს სულის არსებობას. აი ეგ რასაც შენი ძახი ეხლა სულია და არა შენი სულია. ისა ნიკოლა, ნახე, გადამოწმებას ემპირიულად არა, იმიტომ რომ კატეგორიები არა ურიყვასო ერთმანეთში, ანუ ემპირიულად არ მტკიცდება სულის არსებობა. ემპირიულად ისიც ხო არ მტკიცდება, რომ ყველა ლუწი რიცხვი 2-ზე იყოფა. გადამოწმე მაგას მოვასწრებიცი. აი ყველა ლუწი რიცხვი 2-ზე იყოფა, გადამოწმე. გადამოწმე თუ გადამოწმე. აბა რა კიდე არ იყოფა, ამიტომ რა დღე ვერ ამოწმე. ბიჭო, ჩვენ სახელები დავარქვით. რა სახელები დაარქვი, ბიჭო, რა დაარქვით? სახელი რას დაარქვი, რას მითხარი, აბა? ციფრებს. ციფრებს დაარქვი სახელები, მაგრამ ონტოლოგიურად შევიმუშავეთ. ანუ ტერმინებამდე ისა რა ქვია, ონტოლოგიური სტატუსი არ ქონდა რიცხვი. ონტოლოგიურად ციფრები რო შევიმუშავეთ, ამის მატერიალიზაცია შეგვიძლია, ამიტომ ბიჭო, მატერიალიზაცია რო შეგიძლია, მატერიალიზაციით გააკეთებ, რომ ყველა ლუწი რიცხვი 2-ზე იყოფა, მაგას მატერიალიზაციით გაიგე შენი ასეთ მათემატიკაში. ნახე. ხო? სხვა რამეს გეუნები, ნახე. ანუ არა, სხვა რამეს არ მეუბნები, ეხ კითხვას გისვამ. აი ხა მიპასუხე. ნახე, შენი ძახი ესეთ რაღაცას. ვერ ვამოწმებ თუ ვერ გადავამოწმებ თუ. აი ხა მაინტერესებს, მეთანხმები თუ არა, რომ ყველა ლუწი რიცხვი 2-ზე რო იყოფა, ეს არის აბსოლუტური ჭეშმარიტება, კი თუ არა? ჭეშმარიტება არის შეიძლება არ იყოს ჭეშმარიტება. რაღაცინებს. ანუ ყველა რიცხვი 2-ზე რო იყოფა. ბიჭო, სახელები დავარქვით ჩვენ, ანუ ტერმინები. არა, სახელი ნუ გეშლება, ანუ ნიუტონმა გრავიტაციას დაახრა გრავიტაცია, მაგრამ ტერმინოლოგიით შევიმუშავეთ, ოღონდ შეიძლება 4. ტერმინოლოგიას დაანები, ბიჭო, თავი ნახე, გრავიტაციას დაარქვა ნიუტონმა გრავიტაცია, მე რო დაგითხრა გრავიტაცია. გრავიტაცია ხო არსებობსო და რო დამიწო სახელი დაარქვესო და სხვა სახელი უნდა დაერქმია თუ არა, სხვა რაღაც გეკითხები. ანუ ეგ არის სემანტიკა, მე გეუბნები ონტოლოგიური. ნახე, ყველა ლუწი რიცხვი 2-ზე რო იყოფა, ეგ მაგას ეჭქვეშ აყენებ შენ? მაგრამ არ ვაყენებ მაგას ეჭქვეშ. მაგრამ სახელებს აი მეთანხმებიანი რომ აბსოლუტური ჭეშმარიტებაა, ხო? კი. მაგას ემპირიულად გადამოწმე, რო იყოფა. ბიჭო, გადამოწმების მატერიალიზაციას მოვახდენ. როგორ? აი ხა მომისმინე, ხა ყურადღებით მომისმინე, როგორ მოახდენ მატერიალიზაციას და მე როგორ გაყოფ ყველა ლუწრის ხორზე. ხო იცი რომ რიცხვები უსასრულოდ გრძელდება, ნიკოლო. ანუ ხო და რამდენიმე მაგალითს მოყოლა შემიძლია რომ რამდენიმე მაგალითით მიმტკიცებ რომ ყველა გაიყოფა? ანუ ეგრე ამტკიცე. ხო და ყველა როგორ უნდა დაგიმტკიცო ეგრე მაგას ფიზიკურად ვერ ხო და ანუ მაშინ პირდაპირ რატო არ იძახი რომ არ მტკიცდება, არ გადამოწმდება, მაგრამ მაინც ჭეშმარიტია, ხო იძახი? ხო მეთანხმება, მაგრამ მაინც ჭეშმარიტია. აი მშვენიერი, ძალიან. ანუ აი მაცადებს გეუნები. გადამოწმების შესაძლებლობა არსებობს თუ ესე ვიყვები და ჩამოვთვლი. როგორ არსებ? აი გეხვეწები. სხვა რამეს გეუნები. ეხა ორი წამი იყავი ინტელექტუალურად გუცველი მომისმინე ხთხო. ნახე, აი როგორ სხვა რამეს გეუნები, ნახე, მე გეუნები, ნახე, მეუნები რომ მატერიალიზაციას მომახდენო, მაგრამ უსასრულოა, სადამდე გაყვებიო. ხო და მოყვები მაგაში, ანუ სადამდე გაუყვები, ხო უსასრულოა, სად გაუყვე, ანუ ბოლომდე ხო არ ჩავყვები. ხო ვერ გაყვები, ანუ ვერ დააყენებს. ხო არ შევალე, მაგრამ რაღაც დონეზე შემიძლია რომ აუხსნო. არა, რაღაც დონეზეც არ შეგიძლია, იმიტომ რომ ისა ნიკოლა მომისმინე ძმა, ნახე, რაღაც დონეზეც არ შეგიძლია, იმიტომ რომ პროპოზიცია არის რომ ყველა ლუწი რიცხვი იყოფა და შენ ან ყველა უნდა მაჩვენო, რომ იყოფა, აბსოლუტურად ყველა. ეგ რო ემპირიულად ამიმტკიცო. ყველას თუ ვერ მაჩვენებ, მაშინ ვერ ამტკიცებ და ამიტომ მეთანხმები თუ არა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ანუ ემპირიულად არ მოწმდება და არ მტკიცდება, რომ ყველა ლუწი რიცხვი 2-ზე იყოფა, ეგ პროპოზიცია ჭეშმარიტია აბსოლუტურად. კი თუ არა? შესაძლებელია კიდე გეუნები მაგის ბიჭო, ანუ შესაძლებელი, ანუ ყველა ლუწი რიცხვი 2-ზე იყოფა, იგი მაგაზეც მე გეუნები შესაძლებლობით შესაძლებელია, მაგრამ მე გეუნები რომ მაგას ვერ გავაკეთებთ, იმიტომ რომ უსასრულოა ციფრები. ანუ კითხვას მოусმენ კიდე ერთხელ ეგ. ანუ ტერმინოლოგიას თუ ჩავყვებით, ანუ ტერმინოლოგიას დაანები ორი წამი, კითხვას მოусმენ, სულის არსებობას, კითხვას მოусმენ. ეგ არის შენი ვარაუდი. კითხვას მოусმენი კიდე ერთხელ, ნახე, მომისმინე, ნახე. ანუ მეთანხმები თუ არა, კი ან არა მიპასუხე. მეთანხმები თუ არა, რომ ემპირიულად არ მტკიცდება და გადამოწმება შეუძლებელია, რომ ყველა ლუწი რიცხვი 2-ზე იყოფა, კი თუ არა? შეუძლებელი არ არის თქო, მაგრამ ვერ გადავამოწმებთ ამის სიტყვას. შესაძლებელია რომ ემპირიულად დამტკიცო რომ ყველა ლუწი რიცხვი 2-ზე იყოფა? შესაძლებელი არის, იმიტომ რომ აბა როგორ ავიხსენი? მატერიალიზაციას შეგვიძლია მოვახდინოთ ციფრების. რა შეგვიძლია მატერიალიზაციას მოხდენ ყველა ლუწი რიცხვის? ყველას. ციფრების მატერიალიზაცია ხო შეგვიძლია? ანუ ყველა ლუწი რიცხვის მატერიალიზაციის მოხდენა შეგიძლია? შესაძლებელი ხო არის, შესაძლებლობა ხო გვაქვს. თუ მოვაზრებთ მათემატიკაში, ანუ რა დონეზე ერკვევი შენ?
მაგრამ ეგ არაფერ შუაშია, მატერიალიზაცია ხო შეგვიძლია რაღაცას. როგორ შეგიძლია შენ ყველა იცი რას ნიშნავს? ყველა ლუწი რიცხვის მატერიალიზაცია როგორ შეგიძლია? აი ამიხსენით, ხო? აი პროსტა ამიხსენი რანაირად შეგიძლია? ყველა საუცილებლობა რატო არის რომ მატერიალიზაცია? იმიტომ რომ პროპოზიციაა, რომელზეც თანხდები, რომ ჭეშმარიტია, რომ ყველა ლუწი რიცხვი ორზე იყოფა. და ანუ მიუდექი ახლა მაგას როგორც უდგები სულის არსებობას. შენ ამბობ რომ დავამტკიცოთ ამისთვის აუცილებელია საჭირო რომ გადავამოწმოთ ემპირიულად. ახლა მაინტერესებს. ყველა ლუწი რიცხვი რომ ორზე იყოფა. აი როგორ მოახდენ ყველა ლუწი რიცხვის მატერიალიზაციას, როცა რიცხვები უსასრულოდ გრძელდება. ანუ ეხლა შეუძლებელია ლოგიკურად. უსასრულობას ვერ გაყვები, მაგრამ რაღაც გარკვეულ საზღვრამდე. რაღაც გარკვეული არ უნდა ისა ნიკოლა, ნახე. ანუ მე პროპოზიცია არის რომ ყველა ლუწი რიცხვი ორზე იყოფა. ზოგი არა. გარკვეული რაოდენობა. ანუ მაშინ ეს უსასრულო უნდა ვიყო მაგის მატერიალიზაცია რომ ხო, ანუ ვერ მოახდენ მატერიალიზაციას, ხო ასე? ანუ მაგას ნახე უსასრულო. ანუ მიპასუხე ვერ მოახდენ, ხო? ხულად ვერ მოა უსასრულო. ვერ მოახდენ, კაი, ვერ მოახდენ. ეხლა მომისმენ კითხვას გისვამ. ანუ აღიარებ რომ ყველა ლუწი რიცხვი ორზე იყოფა, ხო? და არ შეიძლება ამის ემპირიულად გადამოწმება, ხო ასე? მაგრამ აღიარებ რომ თვითონ ეგ პროპოზიცია აბსოლუტურად ჭეშმარიტია, მეთანხმები თუ არა? ბიჭო, კიდევ იგივეს მეუნები, ნახე. ანუ ყველა ლუწი რიცხვი ორზე იყოფა. ეს არის ჭეშმარიტება, მაგრამ ამის მატერიალიზაციას ვერ ვახდენთ. ვერ ახდენ, ანუ ვერ გადაამოწმებ ემპირიულად. ანუ ნახე, ნაწილს გადავამოწმებ სრულად. ნაწილი არ უნდა, ბიჭო, ნაწილი ვერ ხვდები არგუმენტს მოვასწრებ. ნაწილი არა, მე არ პროპოზიცია არ არის რომ ნაწილი იყოფა, პროპოზიცია არის რომ ყველა იყოფა, გესმის? ანუ ნაწილი არ მაინტერესებს, ნაწილს რო გადავამოწმებ, ეგ ჩალისკაცი შეტევა, ეხლა მართლა არ გესმის? ყველა, ხო იცი რას ნიშნავს? ყველა ლუწი რიცხვი ორზე იყოფა, არის პროპოზიცია. მაინტერესებს ვინმე გადაამოწმეს ამას ემპირიულად? და მაგას ვერ გადაამოწმებ. აი, ვერა, ანუ მეთანხმები რომ რაღაც არის აბსოლუტური ჭეშმარიტება. მაშინ ესე შევხედოთ. არა, მაცად. ანუ მეთანხმები ხო რომ აბსოლუტური ჭეშმარიტება რომ ყველა ლუწი რიცხვი ორზე იყოფა, მაგრამ ემპირიულად არ გადამოწმებ. შენ იყიდებ მაგ არგუმენტს, რომ ახლა მაგას ვერ გადავამოწმებ, სულის გადამოწმება შეუძლებელია. ხო, ანუ გეტყვი როგორ ვიყენებ მაგ არგუმენტს. ჯერ მაგას ხომ მეუნები. ჯერ დამეთანხმე, რასაც გეუნები სიმართლეზე. მე გეუნები რომ თუ რაღაც უსასრულოა, მე როგორ სიმართლეზე დამეთანხმე. ვერ გადავამოწმებ. სიმართლეზე დამეთანხმე. სიმართლეზე დამეთანხმე. გეუნები აგერ მაგაში, ანუ თუ უსასრულო ვერ გადავამოწმებ, ხო მეტი რა გავიგე დაგეთანხმე. თუ არა, კაი, ანუ მეთანხმები, კაი, ანუ ეხლა მომისმინე ნიკოლა მომისმინე ძმა. ნახე, შენ გაქვს სოფხედულობაში რაღაც რისიც გჭირა, რომ აბსოლუტურ ჭეშმარიტია, მაგრამ ვერ ახდენ ემპირიულ გადამოწმებას, ხო? და გეუბნები, ნახე. ანუ ესე აუ ძალიან დიდი მადლობა. აი, ბიჭო, სიმართლეს რო ლაპარაკობ, ძმა, აი რა, ჩემო სიყვარულო. აი, ძმა, სიმართლეს რო გეუბნები, ნახე. ანუ ხო მეუნები რომ უსასრულო ვერ მოახდეთ მატერიალიზაციას. კი ბატონო, მოყვები მაგაში, სრულად გადამოწმება შეიძლება ვერ მოხდეს. ბიჭო, კარო, უბრალოდ კი ან არა მინდა მეტი არაფერი და უცებ გეტყვი. ნახე, ანუ ბიჭო, ხო, მაგრამ ორწო მაშინ ჩემი არგუმენტიც მოისმინე. არგუმენტი არა, კი ან არა, პროსტა კითხვა მინდა რომ არგუმენტი ეხლა კაცო შენ ეხლა კი ან არაზე თუ მაშინ მეც მათქვევინე. ანუ კი ან არა, შენ თუ მკითხავ რამეს კი ან არას უცებ გეტყვი. აი ნახე, კითხვას გისვამ და კი ან არა ვერ მომისმინე. სასრულოა ციფრები და ვერ გადავამოწმებ. აი, გავიგე, ნიკოლა, მაშინ კითხვაზე მომისმინე. პროსტა კითხვას გისვამ. ანუ კითხვას გისვამ ორი წამი მომისმინე. ნახე. ანუ შენ გახ მსოფხედულობაში რაღაც პროპოზიცია რისიც გჯერა რომ აბსოლუტურად ჭეშმარიტია, ამ შემთხვევაში ის რომ ყველა ლუწი რიცხვი ორზე იყოფა, მაგრამ ამის ემპირიული გადამოწმება შეუძლებელია, ხო? ესე კი თუ არა, უცებ მართალია, კარგი. მაშინ სულთან დაკავშირებით რატო გაქვს ის კრიტერიუმი, რომ თუ ემპირიულად ვერ ვამოწმებთ, რომ ესეა, მაშინ ჭეშმარიტი ვერ იქნება. ეს არასწორი მიდგომა და გეტყვი რატო? ეს არასწორი მიდგომა და გეტყვი. ერთი წუთი. აი, მოდი მაშინ ახლა მე ჩავსო მანდ 2 წუთი, ნახე. ციფრებს თუ იქიდან გამომდინარე ვერ ვამოწებთ ლუწ ციფრებს, ხო? პირობითად, ან ნებისმიერი სახის ციფრებს იქიდან გამომდინარე უსასრულოა და ვერ ვიტყვით ვერაფერსო. მაშინ ანუ როგორ საზღვრავთ იმას, რომ სული ყველა ვარიანტში არსებობს, მაშინ მაგასაც კითხვის აი, გეტყვი, არა, ისა ნიკოლა, სანამ მაგას ნახტომი არ გააკეთო ძალიან დიდი. მე უბრალოდ მაგას გეუბნები, რომ თვითონ ანუ შენი კრიტერიუმი, რომ მაგ კრიტერიუმს თუ მიიღებ, რომ თუ ვერ ვამოწმებთ, რომ ჭეშმარიტია არ დასტურდება, მთელი მათემატიკის უარყოფა მოგიწევს. მე ეს ერთი მაგალითი მოგიყვანე, რასაც ადვილად გაიგებდი. თუ გინდა სხვა მაგალითსაც მოგიყვან, მაგრამ ანუ ეგ რო იცოდი, მაგას ისე გეუბნები. და ეს ერთი, და ეხლა ნახე, შეხედე, ანუ თვითონ ემპირიული ცოდნისთვის იყენებ არგუმენტი ის იყო მეტა კატეგორიებს, რაც ანუ არის ტრანსცენდენტალური კატეგორია და ითხოვს პიროვნულ ღმერთს, რომ საერთოდ რაიმე კატეგორიის ცოდნა შესაძლებელი იყოს და სულის არსებობის, სულის მარადიულობას მე შენ ახლა დაგიმტკიცებ და მოусმინე არგუმენტს, ნახე. არსებობა არსებობს, არ არსებობს, ამიტომ არსებობიდან არ არსებობაში ვერაფერი ვერ გადავა. ეს არის არგუმენტი, ამიტომ ისა რა ქვია. სული ყოველთვის იარსება, ეს არის არგუმენტი. გესმი, გაიგე ხო?
კითხვის ნიშნის ქვეშ ჩაგდება ციფრების თუ შეიძლება იქიდან გამომდინარე უსასრულოა. სულის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება რატო არ შეიძლება? კითხვის ნიშნის ქვეშ არავინ არ აგდებს მაგას ეხა უგუნური თუ არ არის რომ ყველა უწირთხი ორზე იყოფა. მაგას არავინ არ გააკეთებს მა. ხო და ნახე თუ სრულად არ შეგვიძლია მაშინ კითხვის ნიშნის ქვეშ რატო არ ვაყენებთ? იმიტომ რომ აბსოლუტური ჭეშმარიტება ინდუქციას ვიყენებთ. ვიყენებთ მაგალ კატეგორიას, ლოგიკას. ხო და თუ ინდუქციას ვიყენებ და დადგენა შესაძლებელია მაგის, მაშინ გეუბნები, მაშინ სულის დადგენაც შესაძლებელი უნდა იყოს. ბიჭო, სულის დადგენაც შესაძლებელია, რა თქმა უნდა, ოღონდ ემპირიულად არა. ანუ ემპირიულად ხო მათემატიკაც არ დგინდება, ინდუქცია ეგეც და სულიც ეგრე დგინდება. სული მაგრამ სული ვაფშე დედუქციურად დგინდება თუ გინდა. ანახე, აი შეხედე მაგას გეუბნები. აი შენი აზრით შესაძლებელი არის თუ არა რომ ადამიანი არსებობიდან არარსებობაში გადავიდეს. ანუ ეგეთი რაღაც შესაძლებელია? არარსებობიდან ანუ არსებობიდან არარსებობაში რას გულისხმობ? ანუ შესაძლებელია რომ ადამიანმა არსებობა შეწყვიტოს? კი. არარსებობა რო არ არსებობს? და შეიძლება შეწყვიტოს. ანუ სკეპტიციზმი არ ვიცი. ვერ გეტყვი მაგრამ. ანუ ნახე, ხო მეთანხმები იდენტობის კანონზე რომ არსებობა არსებობს და არარსებობა არ არსებობს. თუ არარსებობა არ არსებობს, არარსებობაში როგორ გადავა რამე? ვერ გადავა. ვერ გადავა, მაშინ ანუ მარადიულია ადამიანი. მარადიულია ადამიანი ანუ მარადიულში ბოდიში უცას არსებობს. იქნებ ცნობიერება. ანუ ისა აი შენ თუ მაღაზე მითანხმები რომ მოკვდები არსებობას აგრძელებ, შენ გინდა მაგას სული და არ ქვი. შენ არ არის პრობლემა ტერმინებზე. მაგრამ ვერ გადამოწმდება, ვერ გადამოწმებ. ხო გადამოწმებ. მაგას მოიაზრებს, სკეპტიციზმი მაგას მოიაზრებს. ბიჭო, ანუ წეღან ხო ნახე რომ ანუ ეგ გადამოწმებაზე რასაც ლაპარაკობ, ეგ გადამოწმება არ არის, ის გადამოწმება, რა გადამოწმებაც უნდა გამოიყენოს სულის შემთხვევაში. ანუ მათემატიკასთან მიმართებაში ხო არ იყენებ ემპირიულ გადამოწმებას. აი მაგალითად რატო გაუფერულდა ხმელთაშუა ზღვაში მარჯნის რიფები. ეგ შეგიძლია ემპირიულად გადაამოწმო დაუშვათ, მაგრამ დაჟე მანდაც იყენებ ისე რაციონალურ ცოდნას, ანუ მაღალი კატეგორიის ცოდნას, რაც პიროვნული ღმერთის გამოდის, მაგრამ მაგას თავიდან ვანებოთ. მაგრამ როცა ეხება საქმე, ანუ ისეთ კატეგორიებს, ანუ მაღალ კატეგორიებს, მას შემთხვევაში არ იყენებ ემპირიულ გადამოწმების მეთოდს. იყენებ მაღალი კატეგორიის ცოდნას, ამ შემთხვევაში მეტა კატეგორიას, ასე რომ ეგ პრინციპია. და შენ რაც გინდა დაარქვი იმას თუ გინდა თუ მეთანხმები მაგაზე რომ მოკვდები სხეულებრივად აგრძელებ ყოფიერებას და მე შენი სხეულიც უნდა აღდგეს ისე ქრისტიანული დოქტრინა ეს არის. ყველა ვარიანტში რაღაცას ვერ განსაზღვრავ. ანუ თვითონ ეგ განცხადება ყველა ვარიანტში შეგიძლია თქვა? ხო და მაგას ანუ ნაიცადა სკეპტიციზმი მაგას მოიაზრებს ანუ ყველაფერს აი მაგალითად ისა ესეთი რაღაც რო ვთქვით მე და შენ რომ ობიექტური სიმართლე არ არსებობს თქვა შეგვიძლია ობიექტური სიმართლე არ ეხლა მაგალითს მოვიყო რომ ბავშვების გაუპატიურება არ მოგიყვან მაგას არა შენ თავს მიცავარ არ მოგიყვან თვითონ სიმართლე მორა შეგვიძლია ვთქვა ეგეთი რაღაც რომ ობიექტური სიმართლე არ არსებობს საზღვე სიმართლე ანუ მორალურ სიმართლეს გულისხმობ თუ ობიექტური არა მორალურს არა ზოგადად ჭეშმარიტად და რა შეიძლება ვთქვათ კითხვა გამეორებ რომ შეგვიძლია ესეთი განცხადება გავაკეთოთ მე შენ რომ ობიექტური ჭეშმარიტება არ არსებობს ობიექტური ჭეშმარიტება არ არსებობს ხო შეგვიძლია ვთქვათ კითხვა ობიექტური ჭეშმარიტება შეიძლება არსებობდეს მაგრამ ჩვენ ვერ აღვიქვავდეთ არა შეიძლება ვთქვათ რომ არ არსებობს ობიექტურ ჭეშმარიტებაში რას მოიაზრებ? ანუ რაც ყველა ვარიანტში არსებობს, ხო იგრე, მაგრამ ჩვენ ვერ ხო, რაც ყველა ვარიანტში თუ ჩვენ ცნობიერებაზე გადის, მაშინ შეგვიძლია ვთქვა. ანუ ისე ნახე, ისა ნიკოლა ნახე, ზოგადად ჩვენ თუ ვაცნობიერებთ, რომ ობიექტური ჭეშმარიტება არსებობს, უკვე არსებობს რაღაც ჭეშმარიტება, რასაც აღვიქვამთ. როგორ საზღვრავ, რადგან ჩვენ ვაცნობიერებთ? არა, გაიგე არგუმენტი. რასაც ვერ ცნობიერებ, რასაც ვერ ხედავ. არა, სხვა რაღაც გეუბნები, ნახე, მარტივი რაღაც გითხარი ძალიან. ჩვენ თუ ვაცნობიერებთ, რომ ობიექტური ჭეშმარიტება არსებობს, ანუ რადგან მეთანხმები მაგაზე რომ არსებობს. ანუ ჩვენ უკვე არსებობს რაღაც, რასაც ვაცნობიერებთ, ანუ რაღაც ვიცით. შესაბამისად, ცოდნა გვაქვს. ხო? ხო, მიზევს ანუ სკეპტიციზმი, მაგიტომ გემი გნოსტიკი ვარ, მაგიტომ გეუბნები, ანუ ეძიება ადამიანი. ხო, მაგრამ ეძიები ვეღარ მაგრამ ვერ განსაზღვრავ. რას ვერ განსაზღვრავ? ობიექტურ ჭეშმარიტებას. ობიექტურ ჭეშმარიტებას როგორ ვერ განსაზღვრავ? წერა ხო და აი ჩვენ რო საუბრობთ, ეხლა შეიძლება რომ არ საუბრობთ თუ ეხლა ეს კიდე არა, ეგ აი ჩვენ რო საუბრობთ, შეიძლება არ საუბრობთ, მაგაზე არ მაქვს პრობლემა, მაგრამ რატო ვიძახი რომ ობიექტურ ჭეშმარიტებას ვერ განსაზღვრავ, როცა მაგალითად მეთანხმები რომ ობიექტურ რომ ვერ განსაზღვრავ, შეიძლება განსაზღვრავ. ნახე ისა, ნახე ნიკოლა, ხო მეთანხმები რომ ობიექტურ ჭეშმარიტება არსებობს და იქ უკვე განსაზღვრება ძმა.
ობიექტურ ჭეშმარიტებაში რას მოიაზრებ? აბსოლუტს როგორც მომერთ? არა, ობიექტურ ჭეშმარიტებაში მოვიაზრებ რაღაცას, რომ რაღაც რაღაცები, ანუ ნახე გეტყვი რაც მოვიაზრებ. სულელებიდან, ჩვენი აღქმიდან, ჩვენი შეხედულებიდან გამომდინარე რაღაცები, რაც უბრალოდ არსებობს. და ჩვენი შეხედულებები აქ მნიშვნელობა არა, შენ შეხედულებაზე არ გეუბნები, ანუ შენი შეხედულების მიუხედავად რაღაც არსებობს, კი, ობიექტური ჭეშმარიტება რაღაც არსებობს. აი, თუ იტყვი რომ რაღაც არსებობს, ანუ უკვე რაღაცა კატეგორიის ჭეშმარიტებასაც აღიარებ და ცოდნასაც რა ვიეხავ. ანუ რა, ნახე, მე რას გულისხმობ, ჩვენ შეიძლება რაღაცას ვერ აღვიქვავდეთ, მაგრამ ეგ იმას ამჟამად რომ ობიექტური ცოდნა არ არსებობს. კარგი, მაგრამ შენ ხო იმას აღიქვამ რომ ობიექტური ცოდნა არსებობს, ხო? კი თუ არა? თვითონ რაღაც ობიექტური სახის ცოდნა კი ბატონო არსებობს. აი, ხო და ეგ აღქმა უკვე, ეგ ცოდნა. როგორ აღქმა და ანუ ნახე. ანუ ეგ ცოდნა, შენ თუ ვიძახი მაგას რომ ცოდნა არსებობს, ჭეშმარიტი, ეგ თვითონ ეგ პროპოზიცია ცოდნას მოიცავს. ანუ ცოდნის გარეშე ეგ ვერ გეცოდინებოდა. და რადგან ცოდნა არსებობს, ცოდნისთვის აუცილებელია რომ არსებობდეს. ეხლა მაგ ლოგიკას თუ გაყვები, შენ მაშინ რაფერი არსებობს თქო, ნოთქვა და XYZ იქნება. ანუ მე მადლობ, კაია რომ მიხვდი ისე, რომ მე სხვა რამეს გეუბნები რეალურად, ნახე და მე არ ველოდი მაგას. არგუმენტებს ატარიალებთ და მე სხვა ანუ მე ისე არ ველოდი მაგას მართლა არ ველოდი რომ არაფერი არ არსებობს რომ იტყოდი. ბიჭო, მაგას არ ვიტყოდი. ანუ დიგიჟე რო გეგონები. კიდე არ გესმის, ბიჭო, კიდე არ გესმის, რას გეუბნები, ნახე. არის მაგას. ხო, მე არ მის. ბიჭო, აი რავი, როგორ ვთქვათ? აი როგორ აგიხსნა რომ მიხვდი რას ვიზახი. არის რაღაც საკითხები, რაც ჩვენი შეხედულებების მიუხედავად, ჩვენი აზრის მიუხედავად, ჩვენი დანახვის მიუხედავად და ყველაფრის მიუხედავად უბრალოდ არის. ანუ ობიექტურად კი, მართალი ხარ, გეთახვები, ეგეთი არის პიროვნული ღმერთი, ესო სული. ხო და არის რაღაც შეხედულებები, რასაც ჩვენ შეხედულებს მნიშვნელობა არ გააჩნია. ან შეიძლება რასაც ვხედავთ, ეგ ეგრე არ იყოს რეალურად. ანუ ობიექტური რაღაც ჭეშმარიტება რაღაც ყველა ვარიანტში არსებობს. ხო და შეხედე, ანუ ზუსტად ეგ არის არგუმენტი, რომ ხედავ. რაღაც ვერ გავიგე, სადაცილო რა არის. კი, ანუ ნახე, გეტყვი რა არის ასეულ, ნახე, წეღან მთელი მსჯელობა მაღაზე მქონდა აღებული, რომ მაგას მივხვდარიყავი, რომ ეხა თქვი რომ რაღაც რასაც ბიჭო, რას მივხვდი, ანუ მაგიტო მე ვერ ხვდები თქო ჩემს. ხო, არა, მომისმინე, ნახე, ისა რაღაც რასაც ვხედავთო შეიძლება არ იყოსო და ზუსტად მაგას ვიძახდი, რომ ანუ ემპირიული ცოდნა არ არის პირველი წყარო. წეღან არ თქვი რომ შეიძლება რაღაც ვხედავთ, მაგრამ ეგრე არ იყოსო და ნახე, ანუ ზუსტად მაგას ვიძახდი მეც, რომ ემპირიული ცოდნა არ არის ცოდნის პირველი წყარო მეთქი, ანუ პირველი წყარო არის რეველაციული ცოდნა. ანუ რაციონალური ცოდნაც პიროვნული ღმერთისგან მოდის, ანუ მაგას ვეძახით რეველაციურ ცოდნას. შესაბამისად, რადგან ვაღიარებთ, რომ ცოდნა არსებობს, მაგრამ ემპირიული მეთოდი აბსოლუტურად სანდო არ არის, ყველა ვარიანტში ცოდნესგან გვაქვს, თვითონ ცოდნესგან გვაქვს ცოდნის შესაძლებლობა, იმიტომ რომ ცოდნა პოტენციალია, ცოდნე არის აქტუალობა, აქტუალობა პოტენციალს ყოველთვის წინ უსწრებს, ამიტომ არსებობს ცოდნე, რომლისგანაც ცოდნა გვაქვს, შესაბამისად არსებობს პიროვნული ღმერთი, რომელიც ცოდნის შესაძლებლობას გვაძლევს.